ხელოვნებაში უხვად გამოჩნდნენ. მათი მოღვაწეობა ანდერგრაუნდში დაიწყეს. მოთხოვნა ასეთ მუსიკაზე ნაკლებად იყო და როკ მუსიკოსების დიდი ნაწილი დღესდღეობით კვლავ მიწის ქვეშეთში მოღვაწეობს. მეტალისტები და პანკები ჩვენთან ბევრნი არიან, თუმცა გარეგნული ნიშნებით განსხვავებულები ერთეულები. იშვიათობაა მათი კონცერტებიც. ექსტრემალური მუსიკის ექსტრემალური მსმენელები შეიძლება ითქვას თითზე ჩამოსათვლელები არიან. ქართული ჯგუფის დიაოხის შესახებ საზღვარგარეთ უფრო მეტი იციან ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი უკვე დაიშალა, მათი კომპაქტ-დისკები დღემდე იყიდება. ჯგუფი რამდენჯერმე დაეშალა ზურა ნემანიშვილსაც, თუმცა ის ქართულ მენტალიტეტს მაინც არ ნებდება და სულ ახალ და ახალ პროექტებზე მუშაობს. ქართული ანდერგრაუნდის საკმაოდ ოდიოზური წარმომადგენლები ქუთაისში ცხოვრობენ. უკვე წლებია იქ კონცერტი არ ჩატარებულა და პროვინციაში მხოლოდ პანკ როკის ისტორიის გახსენებით შემოიფარგლებიან. როგორ იჭედებოდა ქართული მეტალი და როგორ იკვრებოდა ქართული პანკი. გიორგი ქორქია ჩვენი დროების ქართველი მარგინალების, ანუ ზღვარ გადასულების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ. მეტალისტების სუბკულტურა 60-იანი წლების ინგლისში ჩაისახა და მალე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადეპტი დააგროვა. ეს იყო მძიმე და პანკ როკის გარკვეული ევოლუცია. მეტალისტების იდეოლოგია საკმაოდ რადიკალური იყო. აკეთე ის, რაც გინდა, იცხოვრე და სხვასაც მიეცი ცხოვრების საშუალება. ეს ფრაზები მეტალისტების ლოზუნგი გახდა. ზურა ნემანიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში მეტალი დაუკრა. 90-იან წლებში თავის ჯგუფ გენოციდთან ერთად სხვადასხვა როკ აქციებში მონაწილეობდა. გენოციდის შემდეგ იყო ჯგუფი სადიზმი და კიდევ რამდენიმე პროექტი. საბოლოოდ ზურამ პირველმა ქართული მეტალი გამოჭედა. ყველანაირად დაწყებული Deep Purple-დან და Zeppelin-დან დამთავრებული Cannibal Corpse-მდე და Brutal Truth-მდე ყველაფერს heavy metal-ს ეძახიან იქ რა. მაგრამ რა თქმა უნდა, განხრები ბევრნაირია, არის მეტალის განხრა, რომელიც მოდის hard rock-იდან, არის რომელიც მოდის punk-იდან და არის რომელიც მოდის gothic-იდან და ჩემი აზრით ამდენი ხანი თუ მეტალმა და საერთოდ 10-15 წელი თუ რამე ფეხი არ მოიკიდა, ეს ალბათ ვერც აღარ მოიკიდებს და მე მგონი არც არის აუცილებელი და არც არის საჭირო, რომ ყველაფერმა საქართველოში მოიკიდოს ფეხი, იმიტომ რომ არ უნდათ ალბათ ქართველებს ეს და არ უნდათ და ნუ უნდათ. ადრე ზურასთან ერთად მისი მეუღლე ლიზი ვარაზიც უკრავდა. მალე ლიზი მიხვდა, რომ მამის კვალს უნდა გაყოლოდა და ხატვას დაუბრუნდა. თუმცა მუსიკის სტილი, რომლითაც გატაცებული იყო, ახლა მის სტილოებზე აისახება. ყოფილი ბას-გიტარისტი ამბობს, რომ მეტალი უფრო მისი ქმრის საქმეა და ზურას მძიმე მუსიკა მას ცხოვრებას სულაც არ უმძიმებს. მუსიკამ შეგვახვედრა ერთმანეთს, მე ერთად უსმენდით ამ მუსიკას, ვაპარაკობდით მუსიკაზე, მე ერთი პერიოდი ერთადაც უკრავდით. მე მიხვდი, რომ ჩემი საქმე მოსმენა და არა დაკვრა და პრინციპში ყველა ამასთან პრობლემებიც რაც ქონია, ძალიან ბევრიც ქონია, საზოგადოებასთან. მაგრამ ყველაფერი რაღაცა ეთყობა მუსიკის სიყვარულით, წამოვიდა ჩვენი სიყვარული და აქედან მოყოლებული სულ ესეა. მასისთვის ექსტრემალური მეტალის გარდა მიუღებელი იყო მეტალისტების გარეგნობაც. ამის გამო ხშირი იყო ქუჩის კონფლიქტები. ზურას თმა რამდენიმე წელია არ შეუჭრია. კონცერტზე ხანდახან ანაფორას იცვამდა. ასეთი სტილი ბევრში აგრესიას იწვევდა. ვერიდეოდით საერთოდ რა ყველანაირად მაგ კონფლიქტურ სიტუაციებს. არა ვერ მოვიშორეთ ეს ადამიანი, აგვეკიდა რა, ტილივით ვაგეკიდება. შხობი ხო ხდებოდა ეგ და რაღაცა, ეს სემეთ და ამდენს რაღაცა გაიჩნდა რაღაცა ძუნძგლიანი მაწანწალა ძაღლი, მოვიდა და იმ ტიპს ცხვირზე უკბინა მე. ძაღლმაც კი დაინახა, რომ ჩვენ უარყოფით ენერგია და უარყოფით აურა არ ქონია დაჟე იმ მომენტში, როდესაც კი კონფლიქტის მომენტი იყო რა. ზურას დღევანდელ ჯგუფს მარგაჯობა, ანუ ჩვენებურად გამარჯობა ქვია. სიმღერაში მუსიკოსები სიტყვების მარცვლებს ანაცვლებენ, ან სულაც სიტყვებს უკუღმა ამბობენ. ამ უცნაურობას მარგაჯობას წევრი გიორგი სპანდერაშვილი თავისებურად ხსნის. ჩვენი ტექსტები
ისეთ ნეგატიურ, დაბნეულ ემოციებს გამოხატავს და ასეთი ემოცია როცა ხდება საერთოდ ადამიანს, ადამიანი იბნევა თვითონ, ეს ნეგატიური და რაღაც ესეთი და საიდუმლო შეიძლება რაღაც ყველაფერი შეიძლება პირიქით ან რაღაც ამოტრიალებოთან სხვანაირად მოიჩვენოს და ილაპარაკოს კიდევაც მას დატომ რამტოვე ზემზე, რატომ დაუჭკნე რომ გინდა, დატომ რამტოვე ზემზე, რატომ მოვკვდე რომ გსურს შენ. კიდევ ერთი ძველი black metal ჯგუფი იყო დიაოხი, რომელიც უკვე 4 წელია აღარ არსებობს. დიაოხისგან მხოლოდ ინტერნეტ საიტი, კომპაქტ დისკი და სამოყვარულო კამერით გადაღებული კონცერტის ამსახველი ვიდეო მასალა დარჩა. ეკაბიჭიაშვილი ჯგუფში კლავიშიან ინსტრუმენტზე უკრავდა. მისი თქმით, დიაოხი იმიტომ დაიშალა, რომ მათ მუსიკა თავიდანვე ქართულ სმენელზე გათვალეს. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. სცენური იმიჯის გამო მეტალისტებს ხშირად სატანისტებთან აიგივებენ. ეკა ყველაფერს უბრალოდ ქართულ მენტალიტეტს აბრალებს. რელიგიასთან საერთოდ არ ვაკავშირებდით ამ მუსიკას. კი იყო რაღაც სტატიებიც იყო მაგალითად გაზეთებში, რომ ეს რო თქვა, ადრე რო ენახათ შუა საუკუნეებში, რომ მაგაც ყველა ცეცხლზე დაწვავდნენ და რაღაცა, მაგრამ ვცდილობდით აგვეხსნა ხალხისთვის, რომ ეს უფრო თეატრალიზებული შოუ იყო და არანაირად რელიგიასთან კავშირი ამას საერთოდ არ ჰქონდა და საერთოდ გწყინდა, რომ მუსიკას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და რაღაცა იდეოლოგიაზე გადაქონდათ ეს ყველაფერი. ქართული მენტალიტეტის დასავლურით შეცვლას არა მარტო თბილისში, ქუთაისშიც ცდილობდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში ქუთაისურ underground-ს რამდენიმე ჯგუფი ედგა სათავეში. Best History, ბუნკერი და აუთსაიდერი წლების წინ აქ კონცერტებს მართავდნენ. დღეს პანკებს უსახლკარო ბავშვები ჩაენაცვლენ. სახლებელი დამყავდა. დასაწყისი იყო ძალიან კარგი და ხალხიც მასაც ძალიან მოდიოდა ამაზე რა. კონცერტებს ვაკეთებდით, აქციებს ვაკეთებდით, ყველა ძალიან დაინტერესებული იყო, ახალგაზრდობა, ბიჟენია მოდიოდა საკაიფოდ. და პრინციპში დღეს ახლა ხალხი რო ესე ჩაცმული დადის ქუთაისში და ცოტა აზროვნებს, მაგისგან გამომდინარეა. იმიტომ რომ ეს აზროვნება შემოვიტანეთ ჩვენ ასე რომ ვთქვა. შენი თვალები მზეა, ორი მტვიარაზე. სოციალური პანკ-როკისთვის დღეს ქუთაისში შესანიშნავი ფონია. უფულოთი და ელექტროენერგიის გარეშე underground-ის წარმომადგენლები გოგა ჟორჟოლაძის სახლში იკრიბებიან. ელექტროგიტარები უშოქობის გამო კედლებზეა მიყუდებული. რეპეტიციები არაპანკურად, აკუსტიკური ინსტრუმენტით და რა თქმა უნდა ლუდის თანხლებით იმართება. ქუთაისის ერთ-ერთ პირველ პანკს გოგას მიაჩნია, რომ ქუთაისი დედაქალაქზე მეტად ტოლერანტულია. ქუთაისში ეგეთი რამე არ ხდებოდა, როგორც მაგალითად თბილისში არის ხოლმე კონცერტებზე რამე. ჩვენთან ყოველთვის სიწყნარი იყო მაგარიაჩი, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელი ის ხალხი იყო, რომელიც მართლა ჩვენ გვისმენდა და მარტო ის ხალხი შემოდიოდა კონცერტზე ხოლმე რა. ქუთაისში აბსოლუტურად ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს. რა ვიცი. არც ქონია ამაზე არანაირი პრობლემა შექმნილი. არაზრს. ყური ჩემია, გინდა გავუხრდა, გინდა არა. ახალი პარტია ლუდის მოსატანად ცარიელ ტარას ჩიაგროვებს. ასეა რა. მას სახელით დიდი ხანი აღარავინ მიმართავს. ჩი ალბათ ერთადერთი ადამიანია, ვისაც ქართული underground-ის განვითარების თითქმის მთელი ისტორია ვიდეო ფირზე აქვს აღბეჭდილი. ერთი 10-15 წელია 20 წელი ინდუსტრიის ქალაქი არაა ქუთაისი და რაღაცნაირად ჩაგეტილი ქალაქი გამოდის. ზღვა აქ არა, მთა აქ არა, არაფერი, არავინ არ ინტერესდება ქუთაისი. და რასაც აკეთებენ ბიჭები, რასაც ყველა ვაკეთებთ, ეს რატომ უნდა დაიკარგოს და ესეც რაღაცნაირად ხანდახან სახში რო რაღაც ხასიათზე ვარ, რამე ეს შეტანიტო ესეც, რო ჩავთავ და გავიხსენ რაღაც გული მithება და რაღაცის იმედი მეძლე ვარ და აი ფარხმალი რო არ დაკარგო და რაღაც ასეთი აჟიოტაჟები და ასეთი ესა. 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული გადაღება ჩიმ დაახლოებით 4 წლის წინ თბილისში გამართულ კონცერტზე დაასრულა. ქართული პანკ-როკის განვითარების ისტორია მის არქივში ამით წყდება. რეალურად მიმდინარეობას ახალი თაობის თაყვანისმცემლები წყავს. თუმცა მოძრაობა გაცილებით პასიურია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. შენზე ამბობენ არ უდგება ოჯახში გული. შენზე
ამბობენ ვერათავებსო ლობიოს ჯამში შენზე ამბობენ ვერაგენებსო გაწოვსა შენზე ამბობენ არაბიო მაგრამ შენ მაინც კლიპებში და სცენაზე როკ მუსიკოსები საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებიან, თუმცა როგორც თვითონ ამბობენ, ეს აგრესია მოჩვენებითია. ისინი ასეთი გზით საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა დოგმებისა ან მოვლენების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ და უარყოფითი ენერგიისგან სცენაზე იცლებიან. Underground-ში დაბადებული მიმდინარეობები დღემდე underground-ში რჩებიან. საქართველოში კი როგორც ჩანს, ბევრს არც პროტესტი უჩნდება და არც საპროტესტო მუსიკის მოსმენის სურვილი. ამიტომაც ქართული როკ მუსიკოსები საკუთარ შემოქმედებას სარდაფის მუსიკას უწოდებენ და ძირითადად მეგობრებისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის.